TBC-მ და დეველოპერულმა კომპანია Placemakersმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებში ძლისის ტბასთან ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება. პროექტის The Lake პირველ ფაზაში 47 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, საიდანაც 30 მილიონი ლარის სწორედ TBC-ის დაბინანსებაა. საცხოვრებელი კომპლექსის კონცეფცია თანამედროვეობას და ბუნებასთან ჰარმონიული ცხოვრების გაერთიანებას გულისხმობს. პროექტი ერთ სივრცეში კერძო სახლებსა და Lake House მრავალფუნქციური შენობებსაც აერთიანებს. და კომპლექსში ასევე განთავსდება სხვადასხვა ტიპის გასართობი, დასასვენებელი ინფრასტრუქტურა, მათ შორის ფიტნეს კლუბი, აუზი, ასევე არტ გალერეა, რესტორანი, მოეწყობა ბიზნეს შეხვედრების სივრცე, ჩემო ბატონო, რომელიც განკუთვნილი იქნება The Lake House-ის კლუბის წევრებისთვის. პროექტის არქიტექტურაზე, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო პროფესიონალები მუშაობენ და კომპლექსის მშენებლობა ორ ფაზად ხორციელდება. პირველი ეტაპი 2026 წელს უნდა დასრულდეს და მოდი მოусმინოთ პროექტის და ბანკის მესვეურებს და მე ერთი-ორი სიტყვას მეც დავამატებ ამ ამბავს. TBC და Placemakers-ის პარტნიორობით თბილისის ახალი თანამედროვე მაღალი კლასის კომპლექსი შეემატება სახელად The Lake. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ისეთი პროექტების დაფინანსება, რომელიც გამორჩეულია თავისი არქიტექტურით და ქმნის ჯანსაღ გარემოს. ზოგადად ბაზარზე ასე ვთქვათ, სიტუაცია იცვლება და ვითარდება უძრავი ქონების ბაზარი, შემოდიან ახალი მოთამაშეები, რომლებიც ამკვიდრებენ თანამედროვე სტანდარტებს და აბსოლუტურად სხვა პროდუქტს თავაზობენ მომხმარებელს. TBC სწორედ ასეთი პროექტების ხარდაჭერია და ასეთი მაგალითი არის პროექტი The Lake. ზოგადად TBC-ის პორტფელი ბოლოს 3 წელიწადში 100%-ით გაიზარდა უძრავი ქონების მიმართულებით და ჩვენი ბაზრის წილი შეადგენს 53%-ს. კიდევ ერთხელ წარმატება მინდა უსურვო კომპანია Placemakers და მოკლედ მიულოცო ეს ფანტასტიკური პროექტის გამოწყება. ჩვენი გუნდი წლებია უკვე თანამშრომლობს სხვადასხვა პროექტებზე TBC ბანკთან, თუმცა Placemakersისთვის ეს არის პირველი თანამშრომლობა, რომელიც შედგა უშუალოდ პროექტ The Lake-ის ფარგლებში. გვიხარია, რომ პირველი ფაზა სრულად იყო დაფინანსებული ჩვენი პარტნიორის მიერ, TBC ბანკის მიერ, რაც მოიცავს 30 მილიონ ლარს ამ ეტაპზე. თვითონ პროექტი რამოდენიმე ფაზისგან შედგება და მოხარულები ვართ, რომ ეს პარტნიორობა შედგა. მომავალშიც ვაპირებთ TBC-სთან ერთად მრავალი საინტერესო პროექტი შევთავაზოთ ქართული უძრავი ქონების ბაზარს. კი ბატონო. მოდი ჯერ წარმატებები ვუსურვოთ ამ პარტნიორობას, რომელიც დარწმუნებული ვარ, დიახ, მხოლოდ დასაწყისია პროექტებისა, რომელსაც TBC Placemakers-თან ერთად განახორციელებს და არ შეიძლება სხვანაირად. ასეთი გამოცდილების გუნდი დეველოპმენტში, როგორც Placemakers-ია თავმოყრილი, რა ვიცი, ნამდვილად არ გაჩერდება ისეთ პროექტზე, როგორც არის თუნდაც ტბა, ანუ The Lake, რომელსაც ნოდარ რადეიშვილი, ზურაბ ჩხაია და Placemakers-ის გუნდი არც მეტი და ნაკლები მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ნორვეგიულ არქიტექტურულ ბიურო Snøhvit-ასთან ერთად ახორციელებენ. და ამ პარტნიორობის შესახებ, ანუ Snøhvit-ას შემოსვლაზე საქართველოში Placemakers-ის პროექტში The Lake, სხვა შორის ინგლისურენოვანი ფილმი მზადდება, რომელსაც მალე იხილავს BMG-ის მაყურებელი.